კვარაცხელიას და ნაპოლის პირველი გამოცდა. დავითაშვილის განადგურებული გუნდი. მიქაუტაძის მორიგი უიღბლობა. ლუკა გუგაშაშვილის საოცარი თამაში. მილანის და საქართველოს ლეგენდების საინტერესო კომენტარები. ამ და სხვა სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იტალიიდან, სადაც კვარაცხელიას ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და მისმა გუნდმა პირველი რეალური გამოცდა მეტნაკლებად ჩააბარეს. სერიას მეხუთე ტურში ნაპოლის სტუმრად იუვენტუს დაუპირისპირდა და ფრედ 0-0 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი დიდი სიფრთხილით თამაშობდა, რის გამოც საგოლე მომენტები იშვიათად იქნებოდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 72 წუთი ითამაშა. შემდეგ კი კონტემ მთელი შეტევა შეცვალა. ხვიჩას არ ჰქონია საუკეთესო თამაში. პირველ ტაიმში კიდევ აქტიურობდა. მეორე ნახევარში კი პრაქტიკულად უბურთოდ იყო. ისევე როგორც მისი თანაგუნდელები. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონში პირველად შეცვალა ტაქტიკა და გუნდი 4 მცველით ათამაშა. ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა სკოტ მაკტომინეი, რამაც გამოიწვია სქემის დამატებით შესვლა და გუნდის ნახევარდაცვის ცენტრი სამკაციანი გახდა. გულშემატკივრის ნაწილი ფიქრობს, რომ იუვენტუსიდან 1 ქულის წამოხება დადებითი შედეგია. ნაპოლის 5 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში მონცას უმასპინძლებს. თუმცა მანამდე 26 სექტემბერს იტალიის თასის საშინაო შეხვედრაში პალერმოს დაუპირისპირდება. ემპოლის კარგი სეზონი კი გრძელდება და ამაში თავისი წვლილი ახალგაზრდა ქართველ მცველს საბა გოგლიჩიძესაც შეაქვს. ქართველმა ზედიზეთ მესამე შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა სერიას მეხუთე ტურში სტუმრად კალიარი 2-0 დაამარცხა. აქვე აღსანიშნავია, რომ სებასტიანო ესპოზიტომ გოლის აღნიშვნის დროს ქართველ მცველს საბა საზონოვს თანადგომა გამოუცხადა და მისი მაისური ტრიბუნებს უჩვენა. შეგახსენებთ, რომ საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო და მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს. ემპოლის კი 5 შეხვედრაში 9 ქულა აქვს და 29 სექტემბერს შინ ფიორენტინას უმასპინძლებს. 24 სექტემბერს კი იტალიის თასზე ტორინოს დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ კი სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართულის გუნდმა ლა ლიგის მეექვსე ტურში ჟირონას უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. 23 წლის მამარდაშვილს შეხვედრაში 3 შესანიშნავი სეივი ჰქონდა, რაც მთავარია ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მატჩის დასრულების შემდეგ მამარდაშვილმა საინტერესო კომენტარიც გააკეთა. არ დაგეზაროს დაალაიქე ვიდეო და გამოიწერია. სეზონის სტარტი 5 რთული შეხვედრის გამო ცუდი გამოგვივიდა და ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ საუკეთესო შეხვედრებს მესტალიაზე ვატარებთ, მაგრამ ასევე უნდა ვთამაშობდეთ გასვლით შეხვედრებშიც. ჩემი საქმე კარის გადარჩენა. მე არ ვარ MVP და ამ აღიარებას ჩემზე მეტად სხვა მოთამაშეები იმსახურებენ. ამ სეზონში ვალენსიისთვის მაქსიმუმის გაღებას ვაპირებ. არ ვაპირებ წარსულსა და გუნდის ნაკალზე საუბარს. მოთმინების გამოჩენა გვმართებს, რადგან წინ დიდი გზაა გასავლელი. ქართველის გუნდი ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრას 24 სექტემბერს ოსასუნასთან კვლავ მესტალიაზე ჩაატარებს. გიორგი ჩაკვეტაძის უტფორდი კი ინგლისის ჩემპიონშიპის მე-6 ტურში ნორვიჩთან 1-4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი გამოჯამრთელდა და შეუცვლელად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა, ის თანაგუნდელთა შორის ყველაზე გამორჩეული იყო. არაერთი კარგი მომენტის გარდა ჩაგვეახლოს იყო კუთხურიდან გოლის გატანასთან. სამწუხაროდ ბურთი ძალს მოხვდა, მაგრამ რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩაგვე ისევ კარგ ფორმაშია. უოტფორდი კი 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-5 ადგილზეა. ქართველის გუნდი 24 სექტემბერს კარაბაოს თასზე სტუმრად მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში კი ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენის სტუმრად ნიცას დაუპირისპირდა და 0-8 დამარცხდა. ზურიკო დავითაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. სენტ-ეტიენმა სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო და იმედია, რომ ეს მარცხით გუნდზე სამომავლოდ არ აისახება და ქართველის გუნდი ზურიკოსთან ერთად სატურნირო ცხრილში დაწინაურდება. ამ ეტაპზე სენტ-ეტიენი 3 ქულით მე-16 ადგილზეა, კატასტროფული ბურთების ბალანსით 1-15-თან. ქართველის გუნდი შემდეგ ტურში 29 სექტემბერს სტუმრად ნანტის წინააღმდეგ ითამაშებს. გიორგი მიქაუტაძის ლიონი კი საკუთარ მოედანზე მარსელს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 10 კაციან მარსელთან 2-3 დამარცხდა. ქართველი შემტევი ძირითადში არ ყოფილა და მოედანზე 67 წუთიდან ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა. ქართველს სამწუთიან მონაკვეთში 2 კარგი მომენტი შეექმნა, მაგრამ ჯერ თავით ვერ შეძლო გოლის გატანა, შემდეგ კი აკრობატული დარტყმით კარს მცირე მანძილით ააცილა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიონი ძალიან ცუდ ფორმაშია. 5 ტურის შემდეგ გიორგის გუნდს 1 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი აქვს. სატურნირო ცხრილში კი 4 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება. ლიონის შემდეგი კვირიდან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაერთვება და 26 სექტემბერს პირველ ტურში საკუთარ მოედანზე
ოლიმპიაკოს დაუპირისპირდება. ოთარ გაგაბაძემ კი პოლონეთის ექსტრაკლასში შესანიშნავი გოლი გაიტანა და მის გუნდს ქულა მოაპოვებინა. კრაკოვიამ მეცხრე ტურში პუშჩა 2-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველმა კრაკოვია მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა. 77 წუთზე კი, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, გაგაბაძემ საკმაოდ მახვილი კუთხიდან კარში ძლიერად დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა. კრაკოვიამ ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. ახლა კი საბერძნეთის სუპერლიგა, სადაც ათენის პანათინაიკოსმა პანსერაიკოსი 3-1 დაამარცხა. მიუხედავად გაშვებული 3 გოლისა, ამ შეხვედრის გამორჩეული და საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იყო. მისი თამაში 9.4 ქულით შეფასდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ქართველმა 17 დარტყმა მოიგერია. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ერთ შეხვედრაში ერთი მეკარის 17 სეივი მართლაც ძალიან კარგი და იშვიათი სანახავია. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ქართველის კლუბს 5 ტურის შემდეგ ჯერჯერობით 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კი ბუდუ ზივზივაძის კალსრუე უშუალო კონკურენტს მაგდებურგს შეხვდა და ფრე 2-2 ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტი არ ჰქონია. კალსრუე 14 ქულით მეორე ადგილზეა და დიუსელდორფი მხოლოდ გოლების უკეთესი მაჩვენებლით უსწრებს. ქართველის გუნდი შემდეგ შეხვედრას 29 სექტემბერს სტუმრად კიოლინთან გამართავს. ავსტრიის ბუნდესლიგაში კი ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება შედგა. ოთარ კიტეიშვილის შტურმი სანდრო ალთუნაშვილის ვოლფსბერგს შეხვდა და 0-3 განადგურდა. ორივე ქართველმა თამაში ძირითადიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ პირველი გოლი კიტეიშვილის შესწვდომას მოჰყვა. საჯარიმოსთან მან ბურთი დაგარგა, რის შედეგადაც სტუმრებმა ეს მომენტი გამოიყენეს. ალთუნაშვილს კი ცუდი შეხვედრა არ ჰქონია. ქართველი 6.8 ქულით შეაფასეს. მისი გუნდი სატურნირო ცხრილს 13 ქულით ლიდერობს. შტურმი კი 12 ქულით მეოთხე ადგილზეა. თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. კიტეიშვილის გუნდი ამ გამოტოვებულ შეხვედრას 25 სექტემბერს ავსტრია ვენას წინააღმდეგ გამართავს. ბოლოს კი თბილისი და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, სადაც საქართველოს და მილანის ლეგენდების დაპირისპირება შედგა. ეს ამხანაგური მატჩი 2-2 დამთავრდა და პენალტების სერიაში მილანის ლეგენდებმა გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების დაწინაურება პირველ ტაიმში გიორგი დემეტრაძემ შეძლო. მან დიდას შესანიშნავი გოლი გაუტანა. მეორე ტაიმში კი კაკას კარგი პასის და კაფუს ჩაწოდების შემდეგ მარკო ბორიელომ წონასწორობა აღადგინა. ჩვენი ნაკრები მეორედ ოთარ მარცვალაძის კარგი გადაცემის შემდეგ დავით სირაძემ დააწინაურა. 2 წუთში კი კაკას პასით კლანეს ზედორფმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 11 მეტრიანების სერიაში კი საქართველოს 3-1 დამარცხდა. ამ შემთხვევაში ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს. გთავაზობთ შეხვედრის შემდეგ შოთა არველაძის და შეხვედრამდე ლეგენდარული ბრაზილიელი კაკას კომენტარს საქართველოს ნაკრებზე. მათ მოსმენამდე არ დაგეზაროთ დალაიქე ვიდეო და გამოიწერია. ბავშვები ძალიან ბევრი ბავშვები იყვნენ და ალბათ ნახეთ ბოლოს როგორ გადმოხდნენ და როგორ გეფერებდნენ და როგორ ხარიან და როგორ იღებენ ფოტოებს და ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ გოლებიც ბევრი გავიდა, 6 გოლი გავიდა, ბოლოს პენლებიც კარგი იდეა დაგვებოდა, რომ თუ ფრე იქნებოდა პენლები გვეთამაშა. მოკლედ რა ვიცი, ამას გოლებიც იყო, ნახეთ ალბათ ზოგი როგორ ფორმაშია, ზოგს შრომა კიდე დაჭირდება და შემდეგი თამაშებისთვის და რა ვიცი, მე მგონი ამიტომ ძალიან გავხმარდა ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე. საქართველოში პირველად ვიმყოფები და ქართველი ხალხისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. როგორც ფეხბურთელი მოედანზე თამაში, გულშემატკივრებთან შეხვედრა და ეს მომენტები დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საქართველოს ნაკრებს კარგი თაობა ჰყავს. ფეხბურთელები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მაღალ დონეზე თამაშობენ. მათ შეუძლიათ ევროპის და სხვა ჩემპიონატებზე სამომავლოდ დიდ მიზნებს მიაღწიონ. ჩვენ როგორც გულშემატკივრებს იმედი გვაქვს, რომ თქვენი ნაკრები მომავალში წარმატებას მიაღწევს. რატომ არ არიან დღეს ჩემი სტილის ფეხბურთელები? იმიტომ არა, რომ ტალანტები არ არიან. უბრალოდ ფეხბურთის სტილი შეიცვალა და კლასიკური 10 ნომრები აღარ არიან. ნახევარმცველებს ხშირად საჯარიმოში უწევთ თამაში. ჩემთვის კი საინტერესო საყურებელია, როგორ იცვლება ფეხბურთი, ტაქტიკა და მწვრთნელების მიდგომა. მიყვარს ეს თამაში და სიამოვნებით ვადევნებ თვალს. როგორც ცნობილია, მსგავსი ამხანაგური შეხვედრები მომავალშიც გაიმართება, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგია. თქვენ რომელი გუნდის ლეგენდებს იხილავდით საქართველოში? დაწერეთ თქვენი აზრი და სურვილი კომენტარებში. და თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.